გამარჯობათ. დღეს აქ გვაქვს ორი ლეპტოპი. ერთი არის Lenovo, მეორე Asus-ი, რომელშიც ერთმანეთის ბიძაშვილი მამიდაშვილი პროცესორები დევს. ორივეში არის Intel-ი პროცესორი. ერთი დევს i5-ის პროცესორი. აქ მოდელი ამის გახლავთ 13450HX-ი და გვაქვს პროცესორი 13620H-ი. ერთი არის პროცესორი i7, მეორე არის i5 და ყურადღება მინდოდა გამოვხილებინა იმაზე, რომ ორივე პროცესორი არის მე-13 თაობა და ორივეს აქვს 10 ბირთვი 16 ნაკადი. თქვენ შეგახედებთ ძალიან გავს ერთმანეთს, ერთი არის 55 ვატიანი და მეორე 45 ვატიანი პროცესორი. კეშებიც თითქმის ერთი და იგივე აქვს, 24 მეგაბაიტიანი L3 კეში აქვს i7-ს და 20 მეგაბაიტიანი L3 კეში აქვს i5-ს. მე მინდა რომ benchmark-ში შევადარო ეს ორი პროცესორი ერთმანეთს. მე არ ვადარებ ერთმანეთს ამ ორ ლეპტოპს, არ ვადარებ ერთმანეთს. როგორი თვისებები აქვს სხვა დანარჩენი, აქვს კლავიატურის განათება, თუ რამდენინჩიანი ეკრანი აქვს, თუ ასე შემდეგ. მინდა რომ უბრალოდ ეს ორი პროცესორი შევადარო ერთმანეთს და რამდენად ჩაშვებულია Intel-ი, ასე ვთქვათ, თავის მარკეტინგულ ხრიკებში. ერთს i7-ად გვასაღებს და მეორეს i5-ად. გავუშვათ ახლა ეს ორი ლეპტოპი უბრალოდ პატარა benchmark-ზე და ვნახოთ რა კულებს დააწერს. ორივე ეს ლეპტოპი. ერთმა i7-მა დაწერა 2321 და i5-მა დაწერა 2565. i5 უფრო წარმადი აღმოჩნდა ამ benchmark-ებში. ახლა გავტესტოთ CPU-Z-ის benchmark-ში. CPU-Z-ი გვაქვს. აბა ვნახოთ. i7-მა ცოტა მეტი დაწერა ბირთვზე. 733 და ჯამში 67026 გულა და 728 გულა დაწერა და ჯამში 6723 გულა. პრაქტიკულად იგივეა, ძალიან მცირე სხვაობა არის ამ ორ ტესტში. იგივე ტესტზე მინდა გავტესტო Intel-ის კონკურენტი AMD-ის პროცესორი, ამჯერად აქ გვაქვს ისე Lenovo Loki და Ryzen 7-ის პროცესორი. ბოლო თაობა, ასე ვთქვათ, 250V ინტეგრირებული ვიდეო ბარათით 780M. გავუშვათ. ხო, რაც შეეხება მონაცემებს, აქ გვაქვს 8 ბირთვი 16 ნაკადი, L3 კეში გვაქვს 16 მეგაბაიტი. და სიმძლავრე უწერია 28 ვატი. აბა ჩავთოთ. მაქსიმალური სიხშირე ადის 4 და 20-ზე, 4 და 24-ზე. აქ კრისტალები გვეხსნება შესაბამისად. 2469 გულა, ცუდი შედეგი არ არის. ვნახოთ CPU-Z-ის benchmark-ზე რას დაგვიწერს.
ცალკე ბიტუსეც ორივე პროცესორზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა 682.1 და საერთო ჯამიც 68000 და ცოტა მეტი გულა. წარმადობაში მე ვფიქრობ, რომ ორივე პროცესორს აჯობა და წესით უფრო გრილიც უნდა იყოს, ვინაიდან 28 ვატიანი პროცესორია, ტექნოლოგია გვაქვს აქ 4 ნანომეტრი, i7-ის და i5-ის შემთხვევაში აქ 10 ნანომეტრი გვაქვს, სიმძლავრე 45 ვატი. მაქსიმალური სიხშირეები 4.7 უწერია, მაგრამ არ ამგონია ეს მაქსიმალ იმ ტემპერატურაზე შეინარჩუნოს, რომ 4.7 სულ ეკაოს და ასევე მინდა ეს თქვა ისევ აი 5-ზეც. ეს უკვე რომელი ლეპტოპს შეიძენს მომხმარებელი თვითონ გემოვნებაზეა დამოკიდებული, ზოგს i7 მოწონს, ზოგს i5 მოწონს, ყურში როგორც გესმით ალბათ ისე. ასე რომ ძალიან ბევრსაც გადაიხდით i7-ში თუ ეს პროცესორი იქნება ლეპტოპში. ყურადღება მიაქციეთ სხვა დანარჩენ სპეციფიკაციებს, შეადარეთ სხვა პროცესორებს, რა ვიდეო ბარათი ექნება და რა სხვა მახასიათებელი და ასე შემდეგ. კარგად იკავით, სულ ამის თქვა მინდოდა.